უფრო რთულად ხედავ სიტუაციას ვიდრე შეიძლება ჩანდეს და ვიდრე პოზიტივი ან ქართული ოცნების პროპაგანდა ცდილობდეს თემა რაღაცა არ დადეგებად გამოიყენოს თითქოს დასასვენებლად შევიდნენ ციხეში. ეს არის იმ თემის ჟარგონს ვიხმარე კაპუსტიაკება, რაც უნდა რეალურად საზოგადოებამ დაინახოს, თითქოს არაფერი არ მომხდარა, ან მარტივი არის, ან გამოუშვებენ. ქართული ოცნების პროპაგანდა არის რუსული პროპაგანდა, ხო, რუსეთის რასაც კარნახობს, იმით არის აწყობილი. ყოველთვის იმედს ტოვებენ, რომ აი დღეს არა ხვალ რაღაცა შევცვლით. ყოველთვის აქვთ გეგმა, რომელსაც თვითონ მიყვებიან. ეს არ არის გზა და გზა იგონებენ, ისინი ზომავენ ასევე, ზომავენ, წონავენ, აკეთებენ კვლევებს და იმის მიხედვით აი იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს არის ის გამოცდილება, რაც ქართულ ოცნებას აქვს და ის პროპაგანდა, რაც დღემდე მოიყვანა, ხო? ამიტომ იმის ამბიცია რო ზურას გამოუშვებენ, სასამართლო წარიმართება, წინდა საარჩევნო მმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკოსები გარეთ დაჭირდებათ და ამიტომ ეს არა, ეს არ რუსული რეჟიმი და რუსულ რეჟიმმა აკრიფა ძალა. რუსულ რეჟიმს ჭირდება სრული იზოლაცია. ეს შეიძლება ქართულ ოცნებას თავად არ ჭირდება, კობახიძეს არ ჭირდება, პაპუაშვილს არ ჭირდება რუსეთს. რუსეთს ჭირდება თავისუფლებისგან დაცლილი საქართველო, სრულად დამოკიდებული რუსეთზე და დასავლელი პარტნიორებისგან სრულად ჩახსნილი. ამიტომ ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, მათ შორის ნიკას, ხო, მელიას სასამართლოზე არ გამოცხადდება თქვა, მას დაიჭერენ სასამართლოში არ მისვლის გამოც. ხო, გვარამის შემთხვევაში იგივე მოხდება, ვიცით და ვინც გირაუ გადაიხადა, იმათ შემთხვევაში ეს გირაუა, სასჯელი არ არის. ეს გარანტია არ არის, რამდენიმე თვეში რომ არსებითი განხილვა დამთავრდება, ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძესაც არ მიუშლიან პატიმრობას. კი ბატონო, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, ეს პარტიები ვინც ჩამოთვალეთ, ეს პიროვნებები რამდენად მორალურ სიცხადეს შეინარჩუნებენ იმ სიცხადეს, იმ ძალას, რაც გამოავლინა ზურა ჯაფარიძემ, რაც ნიკას და გვარამიას ექნებათ ასევე, რომ არ თანამშრომლობა არის სწორედ არ გადახდა გირაოსი და ციხეში წასვლა. ზუსტად ივანიშვილი რასაც გააკეთებს და დარწმუნებული ვარ ფაქტობრივად ივაჭრებს ლელოსთანაც და იმ ადამიანებთანაც, ვისაც გირაუ აქვს გადახდილი თვითმმართველობის არჩევნებზე მათი პოზიცია როგორ შეიცვლება. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე შედიან, ის გადაწყვეტილება სასამართლოში შეიძლება სხვანაირად დასრულდეს. ასე მუშაობს რუსული რეჟიმი, ასე მუშაობს პუტინი, ძევლები აყავს და მე ამ ძევლებით ვაჭრობს. სამწუხაროდ ის 50 პოლიტპატიმარი და მათ შორის მზია ამაღლობელი არ გამოდგა საკმარისი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ უფრო ცხადი, უფრო მძლავრი სანქციები დაეწესებინათ და უფრო სწრაფი ქართული ოცნებისთვის და თქვენი კითხვა რას გამოიწვევს ლიდერების ციხეში გაშვება და პოლიტიკურ პარტიების დევნა და აკრძალვა. არის ეგ, რომ სანქციები დაჩქარდება, რაც ასე ძალიან გვინდოდა. მეტი სანქცია რა არის კიდე? მეტი სანქცია არის ფინანსური სანქციები, რომელიც აქამდე გაჩერებულია. ფინანსური სანქციები, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანი ველოდებოდით, აქაც პარტიულად ერთიანობა ვერ შედგა, რა უნდა ეგვეწერა და რა ფორმით უნდა ყოფილიყო ის წერილი გაგზავნილი ჩვენს თუნდაც მსოფლიო ბანკთან და ასე შემდეგ, ხო? თუმცა ამ ზოგადად დაპატიმრებამდეც დაჭერამდეც გზაში იყო ასე. რა თქმა უნდა, გზაში იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ კი, შეჯერებული იყო, მაგრამ ყველაფერს შეუძლია ევროპამაც და ამერიკამაც ეს ყველაფერი დააჩქაროს. ამძიმებს, ანუ ქართული ოცნება განზრახ მიდის გზაზე, რომ ვინმე მან იცის, რომ პოლიტიკური ლიდერების ციხეში გაშვებით დაუჩქარდებათ პროცესი. ქართულ ოცნებას ეს არც ერთ შემთხვევაში არ აწყობდა, მაგრამ მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. არ ვიცი თქვენ ანუ რამ განაპირობა თქვენ თუ გახოთ, მე მან მივიდივარ ზუსტად, თქვენ თუ გახსოვთ, როდესაც გახარია მივიდა ამ კომისიაზე, იქ იყო ერთი მნიშვნელოვანი პასაჟი, როდესაც მელიას დაჭერაზე საუბრობდნენ. მელიას დაჭერა გახარიას არ უნდა იმ ფორმით, რა ფორმითაც დაიჭირა, მაგრამ დარეკა ივანიშვილმა და გააკეთებინა ის ვისი გაკეთებაც არ უნდა და გახარიას. დარწმუნებული ვარ, ეს არ ენტომებოდა არც კობახიძეს, არც პაპუაშვილს და არავის ქართული ოცნებიდან ლიდერების დაჭერა, მაგრამ რაც უნდა ივანიშვილს, ან ჩვენ როცა ვსაუბრობთ ივანიშვილს, რა უნდა პუტინს იმის იქიდან ამოვიდეთ და არა ის, რატო აკეთებენ რუსეთმა სრული გაზი მისცა. ეს არის რაღაცა მოძრავი მანქანა, დაქოქილი მანქანა, რომელიც გზად ყველას და ყველაფერს გადაუვლის. საუბრობთ იმაზე